სახელითა მამისაითა, დაძისაითა და წმინდისა სულისაითა. ჩვენ ხო ცოცხლები ვართ. თუმცა ხშირად გვითხოვს ალბათ გახსოვთ, რომ არსებობა ყოველთვის არ დაიყვანება სიცოცხლემდე. არსებობა აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ვიყოთ ცოცხალნი, მაგრამ არა საკმარისი. გახსოვთ მათემატიკაში როგორ არის, ხო? აუცილებელი პირობა, მაგრამ არა საკმარისი. არსებობა არის ბიოლოგიური ჩვენი აუცილებელი პირობა სიცოცხლისა, მაგრამ არა საკმარისი. თუმცა ჩვენ არსებობას სიცოცხლეს უწოდებთ და ვცდილობთ, რომ არსებობა, რომელსაც სიცოცხლეს უწოდებთ, ჩვენთვის სასიხარულო იყოს, ბედნიერების მომტანი იყოს. სულ ყოველთვის ლაღად, თავისუფლად, ბედნიერად გზნობდეთ თავს და ყოველთვის გახარებულები ვიყოთ. თუმცა კი ამბობენ ხოლმე, რომ სულ ვის უხარიაო, სულ გიჟებს უხარიათო. თუმცა არის ერთი ტიპის სიხარული, ერთი სახის სიხარული, როცა ადამიანს შეუძლია ყოველთვის უხაროდეს და გიჟიც არ იყოს. თუმცა აქაც კიდევ ერთი შენიშვნაა, რომ ამ სოფლის გაგებით შეიძლება იგი ყველაზე მეტ გიჟათაც წარმოჩინდეს. ასეა თუ ისე ჩვენ გვიხარია, რომ ვართ ცოცხლები. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, გარდაიცვალება. მაგრამ ჩვენი ჯერჯერ არ დამდგარა და ჩვენ გვიხარია, რომ ცოცხლები ვართ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და არა ვართ უგუნო პირუტყვი, როდესაც ცხოველი და ბიოლოგიური არსება ცოცხლობს და უბრალოდ ცოცხლობს და მეტი არაფერი. თავის ცხოვრებას, თავის ქმედებას, მიმოსვლას, მოძრაობას აზრს არ ატანს. ჩვენ გონიერი არსებანი ვარ და გვინდა რომ ყველაფერში აზრი ჩავდო და ესეც არის პრინციპში შეიძლება ასე ითქვას, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი რაიმეს აკეთებდეს. როცა კედელზე ლურსმას აჭედებ, თუ მიზანი არ აქვს, შენი საქმე არ არის კარგად. ჯანმრთელობის ხრივ. შენ როცა კედელზე ლურსმას აჭედებ, იმიტომ რომ იქ რაღაცა უნდა ჩამოკიდო. ჩვენ ყოველ ქმედებას აქვს თავისი მიზანი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ყოველ დილას, წამოდგომას, გარეთ გამოსვლას, სამსახურში წასვლას, დაქორწინებას, შვილების გაჩენას, შვილების სკოლაში მიყვანას, მათ სწავლაზე ზრუნვას და ასე შემდეგ. ყველაფერს აქვს თავისი მიზანი. ჩვენ უმიზნოდ პრაქტიკულად თითქმის არაფერს არ ვაკეთებთ. თვით, ჭორობა რო ქვია, ბირჟაზე დგომა რო ქვია. ამასაც კი გარკვეული მიზნით ვაკეთებთ. ოღონ ამ მიზანს ცოტა ცუდი სახელი ქვია. დროს ვატარებთ. დროს გატარება ნიშნავს, დროს ჩვენგან რო ვატარებთ, ჩვენს მიღმა ვატარებთ, ანუ დროს ვკლავთ. ესეც მიზანია, რატომაც არა ადამიანი, რომელიც ცხოველი არ არის, მაგრამ ამავე დროს არც აზრიანად ცხოვრობს მაინდა-მაინც, მას დრო აწუხებს და გადაწყვიტა, რომ დაიდო მიზანი, რომ დრო მოკლას. გარკვეული რამდენიმე საათი თავისი ცხოვრებისა მოკლას. ამიტომ დადგება ბირჟაზე ან დაქალებში წავა ქალი და იჭორავებს, რომ გორმე ეს დრო მოკლას, იმ დრო აწუხებს და რა ქნას. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია. და ჩვენ დავდექით ერთი პარადოქსის წინაშე. როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მიზნით, ვიცით რისთვის ვსწავლობთ, რისთვის ვმუშაობთ, რისთვის ვყიდულობთ რაიმეს. ამა თუ იმ პროფესიას რატომ ვიღებთ, უსაქმურად რატომ ვლაქლაქებთ, ესეც კი ვიცით, უმიზნოდ არაფერს ვაკეთებთ. ერთადერთი რაც არ ვიცით, ძალიან ხშირად არის ის, ასე გამოითქმის ეს, რაც არ ვიცით, არ ვიცით რისთვის ცხოვრობთ. რისთვის ვართ ამ დედამიწაზე. რისთვის გავჩნდით. და რა აზრი აქვს საერთოდ ჩვენ ცხოვრებას. ამ თემებს ჩვენ პერიოდულად ვეხებით ხოლმე და ამიტომ აქედან გამომდინარე მეტნაკლებად ჩვენ ამაზე გარკვეულად პასუხი გვაქვს. თუმცა მე მაინც ესე მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხს ხშირად უნდა ვიხსენებდეთ. პასუხს ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი კარგი ავიწყდება და ყველაფერი ცუდს აქეთ იზიდავს. ესეა მოწყობილი ადამიანი ჩვენი დაცებული ბუნების გამო, ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად უნდა გავახსენოთ ერთმანეთს ეს სათნოებაც, თუ რისთვის ცხოვრობთ, რომ მიზანი გქონდეს. ჩვენ ცხოვრებას, ყველა საქმიანობაში მიზანი გვაქვს, მაგრამ რისთვის ვცხოვრობთ, რისთვის ვარ ადამიანი, ეს მიზანიც რო გასნობიერებული მქონდეს, ეს ძალიან ხშირად მავიწყდება. არადა ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ თუ დავაკვირდებით ძალიან კარგად, შემზარავ რეალობას აღმოვაჩენთ.
როგორ ცხოვრობს ადამიანი და საერთოდ ადამიანი ცხოვრობს ისე ამ სამყაროში, როგორც არსებობს ეს სამყარო. ეს სამყარო საერთოდ ყველა მიმართულებით, საერთკენაც არ უნდა გავიხედოთ. კოსმოსი, ანუ მაკროსამყარო, მიკროსამყარო, ელემენტარული ნაწილაკები, პლანეტების მოძრაობა, დედამიწაზე დღეღამის ციკლი და რომელიც ასევე რა თქმა უნდა დედამიწის მოძრაობაზეა დამოკიდებული და სეზონური მონაცვლეობა ბუნებისა, ესეც დედამიწის მოძრაობაზეა დამოკიდებული. ყველაფერი ციკლურ ხასიათს ატარებს. ამაში სილამაზეა რა თქმა უნდა, ზულამაზესია ყველაფერი. წარმოედგინეთ რა ლამაზეა სამყარო. ნებისმიერ მიმართულებით გაიხედეთ საოცარ მშვენიერებას ნახავთ. მე ადრე რამდენჯერმე ვახსენე პეპელას მაგალითი. და საოცარი არსებაა პეპელა. საშინელი სიმახინჯე, როგორიც არის მუხლუხო, იმდენად საშინელი და საზღარი, რომ ზოგს ფობიაც კი აქვს, მუხლუხოების ან კალიების ამ შემდეგ ვერ ეკარებიან. საშინელი სიმახინჯე. ეს საშინელი სიმახინჯე ჭამს თუ რამე მწვანე შეხდება გარშემო, ყველაფერს ანადგურებს, თუ ბევრია მით უმეტეს. მერე თავისთვის კუბოს გაიკეთებს, თქიდან ულამაზესი არსება გამოდის იმისათვის, რომ ერთხელ უყვარდეს. მერე კვერცხებს დადებს. და იქიდან ისევე საშინელი მუხლუხები გამოიჩეკებიან, მაგრამ ეს საშინელი მუხლუხები ულამაზეს პეპელებად გადაიქცევიან. აი მას რო უყურებთ, ეს ძალიან ლამაზია, მშვენიერია და მამებს განუმარტიათ კიდევაც იგავურ სახეთ მიუჩნევიათ, როგორც აღდგომის სიმბოლო, როგორც ეს მუხლუხა წვალობს, შრომობს, მერე თავისთვის კუბოს გააკეთებს, მერე იქიდან აღსდგება საოცარ ლამაზ არსებად, აი ესეაო ადამიანის ცხოვრება, ამ ქვეყნიური წვალობს, შრომობს, მერე იმარხება და მერე იქიდან აღსდგება. უმშვენიერესი არსება თუ რა თქმა უნდა უფალთან წავიდა. ანუ ეს ყველაფერი ციკლურობა, მუდმივი მონაცვლეობა, მუხლუხო, ჭუპრი, პეპელა, კვერცხი, მერე ისევ მუხლუხო, ჭუპრი, პეპელა, კვერცხი ლამაზია. მაგრამ ლამაზია მანამ, სანამ ამ პეპელას და მუხლუხოს და მით უმეტეს კვერცხს გონიერება არ აქვს. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ყველაფერი ესეა, ჩვენს გარშემო, აბსოლუტურად ყველაფერი ესეა, რაღაც ციკლურობაა, სულ გათენდება და აღამდება, გათენდება და აღამდება. ჩვენ ამას მივეჩვენოთ, ჩვენ ეს მოგწონს. ეს მშვენიერი და ლამაზია. ეს ციკლურობა იმდენად არის გამჯდარი სამყაროში, რომ მთელი რიგი რელიგიური მიმდინარეობები, ადამიანები, რომლებიც ღმერთს ეძებდნენ, ამ ციკლურობას ვერ ცილდებოდნენ. მთელი აღმოსავლური რელიგიები აი ამ მოჯადოებულ წრეშია, მოჯადოებული იმ სიტყვის გაგებით, რომ ვერ გადიან ამ წრიდან, ამ წრეშია ჩაკეტილი. სანსარას ბორბალი, ხო? იცით ეს აღმოსავლეთში ეს ცნობილი ტერმინი. ვერ გადიან ამ წრიდან, არადა ეს უკვე აწუხებთ. იმიტომ რომ თუ ადამიანი კარგად დაუფიქრდება, აღმოაჩენს, რომ როგორც კი დაინახავს აი ამ წრემ ბრუნვას, ცხოველებში, პლანეტებში, მიკროსამყაროში, აღმოაჩენს, რომ თვითონაც აი ამ წრე ბრუნვის ერთ-ერთი პატარა ნაწილია. ადამიანს ეს ძალზედ შემზარავად მოქმედებს. არაფერი არ არის მუდმივი გარდა წრე ბრუნვისა. შენ მუდმივი არ ახარ. შენ ოდესღაც არ არსებობდი, შემდეგ დედის წიაღიდან დაიბადე, რომელიც საკვებს მიწიდან იღებდა, ანუ მიწით ახარ აშენებული, ცოტა ხანი იცხოვრებ, შეიძლება შენ შვილი გააჩინო, ან ვერ გააჩინო, მაგას პრინციპული მნიშვნელობა შენთვის არ აქვს, ისევ მიწაში ჩაიდები და მიწას შეერევი საიდანაც მიღებული იქნები. ესე მილიონობით ადამიანს უცხოვრია აი ამ წრე ბრუნვაში მოხდილა, როგორც აი ხორცისაკები მანქანა რო ხორცს რო ამუშავებს, აი ესე ამუშავებს ეს სამყარო მილიონობით, მილიარდობით ადამიანს. და შენ ხარ რაღაც წამის გაელვება ამ ხორცისაკებ მანქანაში და მორჩა. ამას რო ხედავდნენ გონიერი ადამიანები და მით უმეტეს რელიგიურად განწყობილი ადამიანები შემზარავ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ეძებდნენ გამოსავალს და ვერ პოულობდნენ. მთელი აღმოსავლური რელიგიები, იგივე დასავლური წარმართული არის მცდელობა აი ამ საშინელების ბორბალიდან გამოძრომისა, იმიტომ რომ მათ ეს არ სიამოვნებთ. თუ სადღაც უკვდავების მსგავსი რამე აღმოაჩინეს, იგივე აღმოსავლეთში, თუმცა ეს არ არის პიროვნული უკვდავება, არამედ ინდივიდის გამეორება, ოღონდ სხვა კომბინაციით, ესეც აღარ სიამოვნებდათ, ესეც აღარ მოსწონდათ, იმიტომ რომ როდემდე შეიძლება ამ ხორცისაკებ მანქანაში მოხვდე. ერთხელ რომ მოხვდი საკმარისი არ არის, მერე კიდე, რამდენი ტანჯვა მოაქვს ამას და ცდილობდნენ აქედან გაქცევას და ნირვანა მოიფიქრეს. ანუ სადაც შევალ და აღარ გამოვალ და აღარც ვიაზრონებ და გავქრები ოღონ ამ საშინელებას გავექცე. თუ ადამიანი იტყვის, რომ მე რაღაც ამ საშინელებას ვერ გზნობ, იმიტომ ხე უნდა წავიდე და ვიქეიფო და კარგად უნდა გავერთო. მათ ვეტყვით ესეთ ადამიანებს, რომ აი ქეიფიც ამ წრებრუნის ერთ-ერთი ნაწილია. აი რომ იქეიფებ, დათრობი და ხვალდილას თავის ტკივილით გაიღვიძებ.
მიხვდები რომ სისულელე გააკეთე. შემდეგ ამ თავის ტკივიდან რომ გამოხვიდე, კიდე დათვრები, მერე კიდე დაიძინებ, კიდე თავის ტკივილით გაიღვიძებ, მერე კიდე აქედან რომ გამოხვიდე, კიდევ დათვრები და აი თუ შენ ეს ქსიამოვნებს, მაშინ მომილოცია, იმიტომ რომ აი ზოგიერთი არსებები რო სიგრილეში წვებიან ხოლმე, იმათ ეს სიამოვნებ და არ აწუხებთ, რომ გაშრება, მერე ისევ უნდა ჩაწვეს, მერე ისევ გაგრილდება, მერე ისევ გაშრება და ასე შემდეგ და ეს არ აწუხებს, იმიტომ რომ ის არსება შენს თუ იმასავით არ გაწუხებს ეს, რომ ყოველდღიურად ერთ და იგივე უნდა აკეთო და მით უმეტეს ის, რასაც სიმთვრალე და მეორე დღეს თავის ტკივილი ქვია და მერე ისევ სიმთვრალე და ასე შემდეგ. და ესია ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ ცხოვრებაში, რაც კი ჩვენ ოდნავ მაინც გვასიამოვნებს ხოლმე. და შენ თუ არ გაწუხებს, მომილოცავს. არც იმას არ აწუხებს, ეხლა რომ ვახსენე. აი ხოლო თუ გაწუხებს და თვლი რომ ის არსება არა ხარ, რომელიც იქ წევს და აღარ მას ხო იცით რომელი არსებაც არის სიგრილეში ჩაწვება ხოლმე. თუ ის არსება არა ხარ, მაშინ გამოსავალი უნდა ეძებო და ეძებდნენ გამოსავალს. აწუხებდათ ეს მუდმივი ერთ და იგივეს კეთები. კარგი, მე არ ავსვავ ადამიანის თვის, არასვავ. მერე რას აკეთებ? აი ყოველდღიურად რომ გაწერო, შენი ყოველდღიური ჩამონათვალი თუ რას მოქმედებ, გარეგნულად შენ ეს რო ჩამოწერო. დაწყებული იქიდან რაც ცნობიერება გაქვს და ცნობიერად აკეთებ ყველაფერს, ალბათ უკვე უფროსი კლასის ასაკიდან. იქიდან რომ ჩამოწერო, რას მოიმოქმედებდი ყოველდღე შენი საქმიანობა რომ ჩამოწერო და მერე ის გადაშალო უკვე ასაკში რო იქნები და გადაშალო და წაიკითხო. მოწყენილობისაგან ჩაგეძინება, იმდენად სისულელეს ნახავი, უაზრობას ერთ და იგივეს. ყველაფერი უნდა ჩაწერო, რო ჭამ, კვილებს რო იხეხავ, რო იძინებ, რო იღვიძებ, რო ისევ იძინებ, ისევ იღვიძებ, ისევ ჭამ, ისევ სამსახურში მიდიხარ, ისევ მუდმივად ერთ და იგივე. და მერე უბედურება ის არის, ადამიანს ხო ღირსება აქვს, შინაგანად გზნობ რომ რაღაცა ხარ, მაგრამ აი ეს ყველაფერი მუდმივი ერთ და იგივე გამეორება რისთვის ვაკეთებ? აღმოჩნდება რომ იმისათვის რომ შენი ხორცი არ მოკვდეს. არც მეტი, არც ნაკლები. აბა ნუ იმუშავებ, აბა ნუ გაიღვიძებ, აბა ნუ ის უნთხებ, აბა წყალს ნუ დალევ, აბა ნუ მოთოხნი, აბა ოფს ნუ დაღლუ, თელი დღე თოხნი, სადაც სიცივეებია მთაში, ყველა მიცის ეს. მთელი წელი აგროვებენ შეშას, ჩეხავენ, რომ მერე რამდენიმე თვე როგორმე არ გაიყინონ. მერე ისევ გაზაფხულდება, ისევ ჩეხავენ. აი იქით სადაც სიცივეებია უფრო ახალ ქალაქისკენ, იქაურ მოსახლეობას უთქვია, რომ ესე იგი ბათის შემოსავლის უდიდესი უმრავლესობა 70-80% მიდის იმაში, რომ როგორმე ზამთრისათვის ენერგია დააგროვონ, რომ ზამთარში არ გაიყინონ. წარმოგიდგენიათ? და ასევე საჭმელზე, ასევე სასმელზე დღეში რამდენ 3 ჯერ შივდება, 2 ჯერ, ნუ თუ მაგარი ასკეტია ერთხელ მაინც ხო შივდება. შეიძლება ყოველ დღე მოგშივდეს, აი პითონი გადაკლაპავს ერთხელ და რამდენიმე თვე აღარ ჭამს. არა აქვს მოწყობილი ცხოვრება. და რასაც უნდა იმას აკეთებს. ჭამაში აღარ ეხარჯება დრო, ისე რას აკეთებს არ ვიცი. მაგრამ ადამიანს დღეში რამდენჯერმე ჭამა უნდა, რა უბედურებაა ეს. ხო შეიძლება რომ შევჭამო და ერთი თვე აღარ მომიდეს და ეს მთელი ენერგია სხვა რამეს მოვახმარო. და აღმოჩნდება რომ მთელი ჩემი ენერგია და მთელი ეს შრომა ციკლური პროცესი, რომელიც არ თავდება დამამცირებელი არის, იმიტომ რომ ჩემი ბიოლოგიური არსებობა რომ შევინარჩუნო, მხოლოდ ამისთვის არის. მეტი არაფრისთვის. ჩემი არსებობისათვის, ჩემი ოჯახის წევრებისათვის, ჩემი შვილებისათვის. და მერე პრობლემა კიდე იმაშია, კაი, ეს დავინახე, რომ ეს ცუდია, მაგრამ და მერე გამოსავალს თუ ვეძებ, ხო კარგი, მაგრამ პრობლემა იცით რაშია კიდე? როდესაც ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას აი ეს საშუალებები, რითაც მე ბიოლოგიურ არსებობას ვინარჩუნებ და მუდმივი ჯაჭვი და გამეორებები აი ამ საშუალებებისა სულ მუდმივად მიზნად გადაიქცევა ხოლმე. და ადამიანებს გონიათ, რომ აი ეს არის მიზანი. მე წეგანას თქვი, რომ ეს ყველაფერი სამყაროშია გავრცელებული და ადამიანები უბრალოდ ამ ჯაჭვში ვართ ჩაკირული. ახლა შევხედოთ სამყაროს. ნებისმიერი არსება მხოლოდ იმიტომ არსებობს ბიოლოგიური არსება, რომ სხვას ჭამს. შეიძლება ბალახს ჭამს, მაგრამ ის ბალახი ცოცხალია. თუ ბიოლოგიურმა არსებამ სხვა ვიღაც არ შეჭამა, ის მოკვდება. და ნახეთ მთელი სამყარო როგორ არის აწყობილი. ვიღაცას ჭამს, ჭამის პროცესში ძალიან უხარია. ირემსაც უხარია ბალახს რო ჭამს და ლეოპარდსაც უხარია ირემს რომ მისდევს. მაგრამ მე აუცილებლად მე იმას ვიღაცა თუ ლეოპარდი არავინ არ მოკლა, ის მაინც მოკვდება და მე ჭია შეჭამს, ან რაღაცა სვავი შეჭამს. ანუ ყოველთვის ვიღაცა შეჭამს. არ დარჩები ისე შეუჭმელი. ანუ ბიოლოგიური ინდივიდის არსებობა და ინდივიდების არსებობა გულისხმობს რას? სამყაროში. გულისხმობს
მათ შორის როგორ ურთიერთობებს, ხეცურ ურთიერთობებს. ყვავილი რო ყვავილია ულამაზეს იმასაც მივა და სხვა ლამაზი არსება ირემი მოწყვეს და შეჭამს, მაგრამ რა დააშავა იმ ყვავილმა? ირემს კიდე ხო შეჭამენ. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ იმისათვის რომ ბიოლოგიური ინდივიდი არსებობდეს და ბიოლოგიური ინდივიდები არსებობდნენ და მრავლდებოდნენ, აუცილებელია დღევანდელი სამყარო ესეთია, რომ მათ შორის იყოს რაღაცა მხეცური ურთიერთობები. მე ხლა ამაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ თავიდან გაგახსენებთ, რის გამო დავიწყეთ, მაგრამ ბიოლოგიის გაკვეთილს კი არ ვატარებ. ჩვენ სიცოცხლე გვიხარია და მე მინდა როგორც ადამიანმა დავინახო სიცოცხლეში ჩემი ადგილი სად არის და რა არის ჩემთვის სიცოცხლე. და მე ეს ცხოველების მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ნახოთ როგორ ცხოვრობენ ცხოველები, როგორ არსებობს სამყარო. ეს არის ხეცების, ხეცური ურთიერთობა. ხეცური. როცა ერთმანეთს ჭამენ იმისათვის რომ თავი გადაერჩინო და თუ არ შეჭამს სხვას აუცილებლად მოკვდები, ამიტომ არ არსებობს რომ არ შეჭამ. აი, როდესაც მე ადამიანი საუბრობს სიცოცხლეზე, აუცილებლად უნდა ვიცოდე ბიოლოგიური სამყარო როგორ არსებობს და აღმოვაჩინო უნდა აუცილებლად რომ ეს ბიოლოგიური არსებობის ესტაფეტა ყველაზე ბოლოს ხო ადამიანია შექმნილი. მე გადმომეცა და მეც ამ ჯაჭვში ჩავეკირე და მეც იგივე გავაგრძელე. ზუსტად იგივე, ზუსტად ისეთნაირად ვიქცევი. როგორც ყველაზე უკანასკნელი ცხოველი მოიქცევა. მეც იმისათვის რომ ვიარსებო, ბიოლოგიურად სხვა უნდა შევჭამო. არა ვჭამ? ჭამთ. მამაო, ვიღაცა იტყვის, ეს არის ფაქტი, ეს რეალობა, ამას ვერსად ვერ გავექცევით. დიახ, ეს ფაქტია. ეს ფაქტი, რომელიც გარკვეულწილად, ეხლა მე პასუხისგებლობა მაქვს, როგორც ადამიანს, ადამი დაეცა და სამყარო ესეთი, იმიტომ გახდა, მაგრამ აი დღეს უკვე მე ვიბადები, ხო? დღეს ესე იგი ეს ფაქტია და დამთავრდა. ამიტომ ლომი არ ცოდავს, როდესაც ირემს ჭამს. არც ირემი ცოდავს, როცა ლამაზ ბალახს შეჭამს. და ასე შემდეგ, არც ჩიტი ცოდავს, როდესაც ის რაღაც ლამაზ პეპელას გადაყლაპავს. და ასე შემდეგ, არავინ არ ცოდავს, არც კალია ცოდავს, როცა ის ანადგურებს მწვანე საფარს. არავინ არ ცოდავს, ეს ფაქტია. ადამიანი იტყვის, არც მე ვცოდავ. კარგია ესე რო იყოს. ადამიანი რომ უბრალოდ ერთ-ერთი რგოლი იყოს ცხოველთა სამყაროსი, რა თქმა უნდა არც ადამიანი არ შეცოდავდა. მაგრამ უბედურება ისეთ რაშია, რომ ადამიანის ეს ჩაკირვა აი ამ სამყაროში, აი ამგვარად, როცა ის ბიოლოგიური არსებობისათვის საჭიროებს ხვის შეჭმას, ადამიანმა ეს ფაქტი, ისაც ფაქტია და რეალობა, ეს გადააქცია ცხოვრების თან საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებელ ნორმად. აი ამაშია ჩვენი ცოდვა. და ეს ურთიერთობები გადავიტანეთ არა მარტო ცხოველთა სამყაროში, არამედ ადამიანურ საზოგადოებაზეც გადავიტანეთ. და ჩვენ თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, დაწყებული კაინიდან, ეს არის ურთიერთგანადგურების, ურთიერთჭამის, სიძულვილის, გვამებზე გადავლის ისტორია. აი ეს არის კაცობრიობის ისტორია. და ყველაფერი ამის დაკანონებას ცდილობენ. ერთი სხვაი, აი თქვა, ერი არ არსებობს სახელმწიფოს გარეშე. უпроსორეთ ერები ძირითადად სახელმწიფოთი არსებობენ. სახელმწიფოსათვის თავგანწირვა ეს საოცარი რამეა, თავისთავად ხდება სამშობლოს როცა იცავ. მაგრამ ძალიან ხშირად ხდებოდა ისე კაცობრიობის ისტორიაში. საქართველოს ნაკლებად იყო ამ ცოდვაში გარეული, მაგრამ საერთოდ ესე იყო. როდესაც ჯარისკაცი თავის სამშობლოსათვის იბრძოდა, მაგრამ ეს ბრძოლა არ იყო სამართლიანი. მას ამზადებდნენ როგორც ყოლელობის მანქანას იმისათვის, რომ ბოროტება მოეტანა სხვა ერებისათვის. ასევე სახელმწიფო ძალიან ხშირად ჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა მანქანები არიან, რობოტები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობისათვის არიან საჭირო, მათ შორის შპიონაჟი იგივე, დივერსია. და ეს ყველაფერი მიმართული სხვა ადამიანებისადმი, სხვა ქვეყნებისადმი, რომლის დაჩაგვრაც უნდა. და კაცობრიობის ისტორია აი ამის ისტორია. საქართველოში ჩვენ ერთხელ ესეც მოვახერხეთ. ყოლა მიცით თამარის დროს, როცა დაავლაშქრეთ სპარსეთი, იმის მაგრად რომ სუსტი სპარსეთისათვის მაშინ ქრისტიანობა გვექადაგა. ჩვენ დაავლაშქრეთ და დიდი ალაფი წამოვიღოთ. გავძარცვეთ. არადა ჩვენ მისიონერები უნდა გაგვეგზავნო მაშინ სპარსეთში. ეს ჩვენი უდიდესი შეცდომა და დანაშაული იყო მაშინდელ ძლიერ საქართველოში. მე ადრეს გითხარით ეს მახსოვს. ასე რომ ჩვენ შეიძლება ამ ცოდვაში ნაკლებად გვაქვს ფეხი ჩადგმული, იმიტომ რომ სუსტები ვიყავით ფიზიკურად. ხოლო როცა კი გავძლიერდით იგივე თამარის დროს ნახეთ რა გავაკეთეთ. გაგეგზავნა მისიონერები, არ შეიძლებოდა? რა აუცილებელი იყო იარაღით შესულიყავი? რომ ალაფი წამოგეღო? რომ დაგესაჯა წარსული ცოდვებისათვის რაც ჩვენს მიმართ ქონდა?
ეს ქრისტიანული ქცევა იყო? რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანული ქცევა არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთებ. მაშინ ვინ იცის, სწორედ ამიტომაც დატრიალდა ჩვენი ისტორიის ბორბალი ჩვენთვის უკუღმა, მაშინ აი ამ შემთხვევის მერე. როდესაც ჩვენ ნორმად გადავაქციეთ ის რაც ცხოველთა სამყაროში როგორც ფაქტი არსებობს, რაც ნიშნავს ნორმა დავაწესეთ და სხვანაირად არ შეიძლება ვთქვით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ესეთი ნორმა ერთმანეთის შეჭმის, გვამებზე გადავლის, ამას ოფლის სული რასაც ქვია, რის გამოც უფალი ამბობს, რომ ეს სოფელი ბოროტებაშია ჩაზერული და თავადი ამ სოფლისა სატანაო. აი ეს ყველაფერი საზოგადოების დემონიზაციას იწვევს. და ადამიანი, ყოველი ადამიანი ესე დროს ჩაკირული, აი ამ სულით მაცხოვრებელი ადამიანი ნებისმიერ ცხოველს, ნებისმიერ მხედს უსწრებს. და დემონს ემსგავსება იმიტომ, რომ ადამიანი უბრალოდ ვერაფერთან შემთხვევაში ვერ გახდება, ვერ ზღორი, ვერ ძაღლი და ვერც ორანგუტანგი ვერ გახდება. ვერ გახდება. ადამიანი როგორც კი ცდილობს დაემსგავსოს ცხოველს, ის იმ წამსვე დემონად იქცევა, იმიტომ რომ მას უკვდავი სული აქვს. ისეთი სული, რომელიც ანგელოზის მსგავსია. და ანგელოზი ან ღმერთთანაა, ან ღმერთის გარეშე და ღმერთის გარეშე ყოფა ანგელოზს დემონი ქვია. თუ ადამიანის სული არ არის ღმერთთან, მისი სული კვლავ ანგელოზის მსგავსია, ოღონდ იმ ანგელოზის, რომელიც ღმერთთან არ არის. ამიტომ აი ესეთი ცხოვრების წესი საზოგადოების დემონიზაციას იწვევს. ამის მომსწრე არა ვართ ჩვენ და ვართ ყველგან სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. საზოგადოების ასეთი განვითარება თავის აპოგეას მიაღწევს. მალე დადგება ეს დრო. დემონური განვითარება საზოგადოების, როცა აი ამ ცხოველურ არსებობაში ჩაკერულები ვარ და ეს გგონია ჩვენ სიცოცხლე და კიდევ ვიმეორებ ხას უსვავ ფაქტი ნორმად ვაქციათ, სავალდებულო ნორმად ეს ყველაფერი თავის აპოგეას მიაღწევს. და ამ აპოგეის დროს საზოგადოების სათავეში ამ საზოგადოების არჩევით და ნებით ბატონდება და გაბატონდება და ძალიან მალე შეიძლება ღვთის ქმნილება, გონიერი არსება, რომელსაც წმინდა წერილი უწოდებს მხედს. ეხლა იმედია ხვდებით, რატომ უწოდებს წმინდა წერილი ანტიქრისტეს, რომლის რიცხვი არის 666 და რატომ უწოდებს სახელად მხედს. და თან ხას უსვავს, რომ ეს ის ადამიანია ჩვეულებრივი, რომელიც ბოლომდე იქნება ეშმაკის სატანას მორჩილი. ანუ იოტის ოდენას ინდისის ქეჯნაც კი არ ექნება. იოტის ოდენაც ბოლომდე მისი ნების გახსრულებელი იქნება. მაგრამ ადამიანია ჩვეულებრივი, ღვთის ხატი და პოტენციალად მსგავსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ბოლომდე ეშმაკს დაემსგავსა. და ნახეთ, რა საოცარია წმინდა წერილის, რა სიღრმეა წმინდა წერილში. მას ხო შეიძლება ანტიქრისტე, საკმარისი არ არის, ანტიქრისტე ქვია. მისი სახელი 666. სრული უჯულოება ხო, როგორც არის წმინდა წერილში ნახსენები საძაგელი მოხრებისა. წინასწარმეტყველესი ამბობს საძაგელი მოხრებისა. მაგრამ არა, კიდევ ერთ სახელს არქმევს მხედსი. და მხედსის ნიშანი 666 მე ამბობს. რა უცნაური, რატომ მხედსი? რატომ? თან ვიცი წმინდა წერილი როგორ გვასწავლის და ქრისტიანობა როგორ გვასწავლის, რომ ეს მხედსი თავისი ნებით კი მოდის, მაგრამ არა ძალადობით. უпроსორეთ ეს ძალადობა ძალიან ფარულია. უпроსორეთ ის მოდის არჩევანით. კაცობრიობა აირჩევს მას თავის ლიდერად. თუ კაცობრიობა თავის ლიდერად მხედს აირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის მდგომარეობა, მხედსური მდგომარეობა, ის მხედსური ურთიერთობები, რომელიც ბიოლოგიურ სამყაროში არსებობს. და აი ამ მხედსურ მდგომარეობას, აი ამ მხედსის არჩევანს კაცობრიობა ახორციელებს რელიგიური აღტკინებით. რატომ რელიგიური? იმიტომ რომ მას ამ მხედს მიიჩნევენ ღმერთის ძედ, ქრისტეს მაგივრად, ქრისტეს ნაცვლად, ქრისტეს საწინააღმდეგო. ამიტომაც ქვია მას ანტიქრისტე. ჰაუცნაურია, ხო? და ეს ის პერიოდი იქნება, როდესაც უფალი გვაფრთხილებს, თქვენ რომ დაგხოცავენო, აი ეს მხედსის მიმდევრები, მხედსის ბრძანებით, ეგონებათო, რომ ღმერთსო მსხვერპლს შესწირესო. ანუ სინდისის ქეჯნის გარეშე დაგხოცავენო, ეგონებათო, რომ სახთო საქმეს, ანუ კეთილ საქმეს აკეთებენ. ნახეთ, კაცობრიობის გადაგვარება როგორ მიდის, ისე გადაგვარდება კაცობრიობა. ისე დაემსგავსება ჯუნგლებს და ისე დაემსგავსებიან ადამიანები მხედსებს, მგლებს, ვეფხვებს, ნადირებს. თან არაუბრალოდ მგლებს, ვეფხვებს და სხვადასხვა ნადირებს, არამედ ეშმაკის მსგავსი სულით ისე დაემსგავსებიან, რომ მათ ლიდერს, მათ არჩეულ ლიდერს, საიდანაც ეს კაცობრიობა
მიდის ისრაფის ხეთს უწოდებს წმინდა ეკლესია, იმიტომ რომ აპოკალიფსში ეს სახელი, ანუ წმინდა წერილში ეს სახელი მოხსენიებული. აი ნახეთ, ჩვენ სიცოცხლე გვინდა, ჩვენ სიცოცხლით ვხარობთ, ჩვენ ბედნიერება გვინდა, მაგრამ ნახეთ სად ვიმყოფებით. და ეს პერიოდი, როცა ხეთს იმოვა სათავეში, ხეცების არჩევანი იქნება ეს, ანუ კაცობრიობა ხეცების ერთობას დაემსგავსება ძალიან ახლოსა. ვისაც თვალი აქვს, ვისაც ყური აქვს და ვისაც რასთავარია გულის ხმის ყოფის უნარი აქვს, ის დაინახავს, რომ ეს პერიოდი ძალიან ახლოა, იმიტომ რომ მისი სული, აი იმ ხეცის სული უკვე ბობოქრობს. და მრავალ ადამიანში უკვე ფესვებია გადგმული და შემდეგ ეს ფესვები აი იმ არსების სახით აყვს გამოიღებს. და როცა მე მინდა გავიხარო სიცოცხლით და მე როცა რაღაც აშიტირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდები, რა კარგია. და დოსტოევსკის სიტყვები ხო საოცარი, ვისაც სიცოცხლე უყვარს, უკვე თავის საქმის ნახევარი გაკეთებული აქვს. მე დღეს უნდა დავფიქრდე, მე რომ მიხარია სიცოცხლე, აი ამ სიცოცხლეში მე რას გულისხმობ და რა მიხარი. ამას არ გეუბნებით იმისათვის რომ რაღაც თეორიულად საუბრობ. მე მინდა თითოეულმა თქვენთაგანმა, როცა გაუხარდება ხოლმე რაღაც, უცებ რაღაც გაგიხარდა, რა კარ, მე დაფიქრდი, აი ხა მე რომ მიხარია, ეს რამდენად არის საღვთო სიხარული, რამდენად სათნო აქვს ღვთისათვის, რამდენად მოსაწონია ღვთისათვის, რამდენად მოიწონებს უფალი ჩემს სიხარულს. ან ეს სიხარული, რომელიც შეიძლება უფალმა მოიწონოს, რა ხარისხის უნდა იყოს. ძალიან გამიხარდეს თუ ისე მსუბუქად და თუ მსუბუქად გამიხარდება, უფალი არა უჭის თავზე ხელს გადამისვას და კარგი ბიჭი ხარ მეტყვის, ხოლო თუ ძალიან გამიხარდა და თავი დავკარგე, მაშინ ამით უფალს უღალატებ. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ არა მარტო ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა, არამედ სიხარული და აი რა გვიხარია, იმის მიხედვით მივხვდებით, სად ვიმყოფებით. იმიტომ რომ მაშინაც, როდესაც მხეთს აირჩევენ და ის მხეცი გამეფთება, ხეცის მსგავსი კაცობრიობა უკვე გამხეცებული კაცობრიობა სიხარულის ყიჟინას ან ყმუილს გასცემს, რომ ხეცი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. და ვინ არის ამის თანაო და ვინ ყოფილაო, როგორც აპოკალიფსში წერია. ნახეთო, ნამდვილად ღმერთის შვილია. მე თუ ეს არ მინდა, მე და ეხლა არ მინდა რა, არ მინდა და მინიტყვის. რა მოხდა, არ მინდა და მორჩა, მე ჩემი ვერ იქნებ. ეს სული მოძალადე სულია. ხეცის სული მოძალადე სულია და ის ყოველ ადამიანში ფესვებს ძალით იდგავს. კი არ გეკითხება. ტელევიზორი რო ბავშვებს გირყვნით, გეკითხებათ? გეკითხებათ ტელევიზორი? გარყვნილების აგიტაცია როა მთელ საქართველოში, უსჯულოების, უსინდისობის, გეკითხებათ? არ გეკითხებათ. ცოდვას აღარ უწოდებენ და რომ იტყვი რომ ეს ცოდვაო და სიწმინდეზე რო ილაპარაკებ და დაგცინებენ, ვინმე გეკითხებათ? ეს სული მოძალადე სულია, მას ღირსება არ აქვს. იგი ლიქნით, პირფერობით, სიცრუით და ხან მუქარითაც ზალადობს ჩვენზე. მუქარით როცა გაზდის. ამიტომ იმას თუ ვიტყვი რომ მე პრობლემა არ მაქვს, ეს მე არ შემეხება. ჯერ ერთი შენ თუ არ შეგეხება, შეიძლება შენ შვილს შეეხოს და შენ თუ ესე თავდაჯერებული ექნები, უკვე შეხებულიც აქვს. და შენშიც გაუდგია ფესვები, იმიტომ რომ ყველა შეეხება ეს. როდესაც ანტიქრისტე მოვა და დაიწყებს კაცობრიობის ცდუნებას, უფალი ამბობს, რჩეულით ცდუნდებიან, რომ რჩეულებში ქრისტიანებს გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში არსებობს ეს რეალობა, საშიშროება, რომ ჩვენ შეიძლება ვცდუნდე და ეს სული ვინიც ის მრავალ ჩვენთაგანში უკვე ბოგინობს. და მე გეტყვით, რომ ბოგინობს. მე ხშირად მithქვავს, ჩვენ შორის ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ მე მევალება თქვენ დაგაკვირდეთ. თუმცა ზოგიერთი თქვენთაგანი ამ მოვალეობას მე მტაცებს და თქვენ მაკვირდებით ხოლმე მე. და მასწავლით როგორ ვიცხოვრო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამის სრული უფლება გაქვთ. ოღონ ამ შემთხვევაში მე თქვენი მასწავლებელი და მოძღვარი ვეღარ ვიქნები და სხვა უნდა მოძებნოთ. და როცა ეს ხდება ხოლმე, რომ თან მასწავლი და თან სხვაგან არ მიდიხართ. მე რომ მხრებს ვიჩეჩავ და ვამბობ. მე ხო აღარა ვარ შენი მოძღვარი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მოწაფე მოძღვარზე მეტი იყოს და მაშინ წადი სხვა უნდა მოძებნო და არც სხვაგან არ მიდიხარ და თან ჩემიც არ გინდა და თან აქეთ გინდა დამარიგო და მაშინ რა გამოვა? მე ეს მოძღვრად ვჩები შეიძლება ცუდად, მაგრამ აი შენ მოძღვის გარეშე ჩები. და მე მევალება დაგაკვირდე და მე ხშირად მithქვავს ეს და ეხლაც გეუბნებით რომ მრავალ თქვენთაგანში ისია გამჯდარი ამასოფლის სული თქვენ ვერ გძნობთ. ვერ გძნობთ მანამ, სანამ ყველაფერი კარგადაა თქვენ ცხოვრებაში. საკმარისია თქვენი ცხოვრების ორი ხომალდი ცოტა შეირიყეს.
განსასწრებელი მოვიდეს, ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდე, ან პირიქით ძალიან დიდი სიკეთეები მიიღო, უცებ სიკეთეები, წარმატებები, იმ წამსვე ყველაფერი გავიწყდება. იმ წამსვე და აღმოჩნდება, რომ აქ იმიტომ იყავი, რომ სხვაგან წასასვლელი არ გქონდა. ამიტომ იყავი, რომ ღმერთს კი არ ეძებდი, პრობლემიდან გამოსავალს ეძებდი. და როდესაც ამ პრობლემა მოგიგვარდა, ან უკვე წასასვლელი გაგიჩნდა, იმ წამსვე ზურგში აქცევ უფალს. ესე იგი ამას სუფლის სულით იყავი, გაჟღეთილი მიუხედავად იმისა, რომ აღსარებელი და მაზიარებელი იყავი, ამიტომ გეუნებით და აკვირდით, როცა გწყიდ, როცა გტკივა და როცა გიხარიათ, ანალიზი გააკეთეთ ხოლმე, რა გტკივათ და რა გიხარიათ, რის გამო გტკივა და რის გამო გიხარიათ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თითოეული ჩვენთანგანის საშიშროება ემუქრება, რომ ჩვენ შეიძლება ამ სოფლის მიერ დატყვევებული და ცდუნებული აღმოჩნდეთ და იმ ხეცების რიგში ჩავეწეროთ, რომელიმე ხეცებიც იმ თავარ ხეთს მოიყვანენ ძალიან მალე და გამოსავალი უნდა ვეძებ. გამოსავლის ზიება. აი მე წეგან გითხარით, რომ თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ და გავიხსენებთ, ჩაგვეწერა, თქვა თუნდაც მე-10 კლასიდან გავიღვიძე დედაჩემამ საუზმე დამიდო, ვისაუზმე, მანამდე კბილები გავიხეხე, თუმცა ზოგი ბავშვი არ იხეხავს კბილებს, სოვლები არ ასწავლიან. მერე წავედი სკოლაში, მეზარებოდა, იქ მე დაქალებთან ან ბაკაცებთან ბიჟაზე დავდექი ან დაქალებთან ვიჭურავე, მასწავლებელი გავაბრაზე, ესე იგი რაღაც გაკვეთილები მოგცეს და ძალიან მძიმე იყო და არ მომეწონა და ასე შემდეგ. აი ეს წვრილმანები რო ჩამოწერო და დღეს რო წაგვეკითხა. ესე იგი გული გაგვისკდებოდა. რაში დამიკარგავს დრო? ღმერთმა ეს გონიერება. ეს გული, რომელსაც სიყვარული შეეძლო და ეს გონიება, რომელსაც რამდენადმის კეთება შეეძლო, ამიტომ მომცარო, ეს სისულელები მეკეთებინა. მაგრამ ადამიანმა შეიძლება ესეთ რამე თქვას და აბსოლუტურად სწორი იქნება. ეს ყველაფერი ესია და რამდენადმეში დროს დამიკარგავს და სისულელები მიკეთებია, მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, რომელიც აი ამ ყველაფერს გადაწონის. რა ადამიანი კითხავს? რა და აი როცა მე ამ სისულელებს ვაკეთებდი ამის პარალელურად დედა მიყვარდა. მამა მიყვარდა. ჩემი პატარა ძამიკო, რომელიც ახალდაბადებული იყო, ისიც ძალიან მიყვარდა. და მიხაროდა ადამიანების პიროვნებების განახვა. სკოლაში ერთი კაი მასწავლებელი მყავდა და სამშობლოს სიყვარული მასწავლა და ისიც მიყვარდა. მერე ჩემს სკოლაში ვიღაცა გოგო დავინახე და შემიყვარდა. და იმის გულიზე ვიჩხუბე და ესეც გამახსენდება და გამიხარდა და ესეც კარგი იყო. მერე ჯერ ასაკით პატარა ვიყავი, ყველა დამცინოდა და მოვიდა ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი და თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, რომ გიყვარს, ეს ცუდი კი არა, კარგიაო და თლად გამიხარდა. მერე რაღაც იდეები გამიჩნდა, შეიძლება არასწორი. მერე იქ ხელოვნებით დავინტერესდი, მერე ფილოსოფიით, მერე მეგობრები შევიძინე, მერე მეგობრებისათვის თავგანწირვა ვისწავლე. მერე მივხვდი, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მე მეგობრისათვის ტყვიას ავეფარო, შეყვარებულისათვის მოვკვდე. ესე იგი, აი ეს ყოველდღიური ერთფეროვნება, საშინელება, რომელიც გულის ამრევია და ცხოველური ყოფისაგან არ განსხვავდება, აღმოჩნდა, რომ ერთი რაღაცა რითაც ის მშვენდება და ლამაზდება და აი იმ ერთ რაღაცას, რისთვისაც მთელი ეს უსაშველო, უაზრო ცხოვრება ღირს, სიყვარული ქვია თურმე. რაშია გამოსავალი? გამოსავალი სიყვარულში. როდესაც ადამიანს უყვარს, არაფერი აღარ ბეზდება. წარმოგიდგენიათ, აი დაინახეთ ბიჭი და გოგო, რომლებიც შეყვარებულები არიან. მე გულისხმობ არა იმასაც დღეს სიყვარულს არ ხვევენ და კაცშილი ვერ გაიგებს რა არის. აი ნამდვილი სიყვარული, ხომ თეორიულად, ხომ მაინც გჯერათ რომ არსებობს, ა? აი წარმოგიდგენთ ბიჭი და გოგო, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. და მიაყურო, რაზე ლაპარაკობენ, რაზე მთელი დღე გადის და აღმოჩნდება, რომ კეთებით და ლაპარაკით სისულელის მის არაფერს არ აკეთებენ და არ ლაპარაკობენ. რაღაც სისულელებზე ჟღურტულობენ, რაღაც შეიძლება რაღაც შეჭამეს წავიდნენ, წამოვიდნენ, მთელი დღე დაბოდიალობენ. მერე სახლებში ესე იგი დაცალკევდებიან, შეყვარებულები არიან და მერე მთელი ღამე ტელეფონზე ლაპარაკობენ. მერე უზინარები ხვალ ისე ხვდებიან და ესე და რო კითხოთ, რომ თქვენ ხوار გაგიჟდით. ამდენხანი მთელი ერთი კვირა გაკვირდებით. სისულელებზე ლაპარაკობთ, არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებთ, თუმცა სხვა ჭკვიანი ადამიანებისგან განსხვავებით სულელებით ერთმანეთს უყურებთ. თუ არ მოგბეზდათ ერთმანეთი. გაანებეთ ახლა ერთმანეთს თავს. დაანებებენ ერთმანეთს თავს? არა. მე თუ არ ვიცი სიყვარული რა ხილია, მართლა თუ მხეცი ვარ, ჯერ მეხვდები, ესენი გიჟები არიან ალბათ, შიზოიდები რაღაცა ჭირით. აღმოჩნდა, რომ მათ ერთმანეთი არა თუ ბეზდებათ, არამედ
ესე იგი ვერ სუნთქავენ ერთმანეთის გარეშე. და რატო რასაკეთებენ ისეთ არც არაფერს ჩვეულებრივი სხვა არსებებივით უაზროდ დაბუდიალობენ დედამიწაზე. მაგრამ ერთმანეთი უყვართ და ეს სიყვარული მათ არსებობას აზრს აძლევს და მათში ჩდება ის, რასაც არსებობა კი არა უკვე სიცოცხლე ქვია. ეხ მამაოს აპრებს ნუ გვიყვები ადამიანი იტყვის. კარგი რა, რამდენი წლის ახლა უკვე 50 წლის ახლა 51 ხდები. ვერ მივხვდი რომ ეგეთი რაღაცები თითქმის არ არსებობს დედამიწაზე. ჯერ ერთი არსებობს, მინდა გითხრათ. მადლობა ღმერთს ამისათვის. მაგრამ ერთ ამაში გეთანხმებით. თითებზე ჩამოსათვლელი შეიძლება სამყაროს ისტორიაში მოძებნო შემთხვევები, როდესაც ესეთი სიყვარული არსებობს. და იმდენად არ არსებობს სინამდვილეში. შექსპირი იყო მორწმუნე ადამიანი და გენიოსი. დაწერა რომეო და ჯულიეტა. იმ დალოსვეს გაეხარებინა ეს რომეო და ჯულიეტა და ჩვენს მოაგვატირებდა. რატო გააკეთა ეს უბედურება? იმიტომ რომ შექსპირმა ძალიან კარგად როგორც მორწმუნემ, ჯერ როგორც გენიოსმა მოდი ესე ვთქვა. მაგრამ როგორც მორწმუნემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ნამდვილ სიყვარულს აქ, აი ამ ხეცების დედამიწაზე ადგილი არ აქვს და რასთავარია არც პერსპექტივა არ აქვს. და ამიტომ დაასრულა ტრაგიკულად ამით გვითხრა ყველას ამ გენიოსმა, რომ ნამდვილი სიყვარულის საბოლოო ფინალი აქ დედამიწაზე ტრაგიკულია. ყველაზე დიდი სიყვარული ვის ქონდა და მწვერვალი სიყვარულისა რა იყო კაცობრიობაში? მაცხოვრის ჯვარს სიკვდილი. მაცხოვრის სიყვარული ადამიანებისადმი და როგორ ტრაგიკულად დასრულდა. გამოსავალი სიყვარულშია, მაგრამ სიყვარული არ არის. არის უпроსტოა, დედამიწაზე ის ვერ ხარობს. ეს არის ის ყვავილი, რომელიც დედამიწის მიწაზე ის ვერ ხარობს. ეს არის ყვავილი, რომელიც მხოლოდ სასופველში დაანერგო, შეიძლება და იქ გაიხარებს, აქ ვერ გაიხარებს. მაგრამ ეს ის ყვავილია, რომელიც არასოდეს კვდება და მას შეუძლია აქვს უნარი გადაინერგოს სასופველში. და წეგან ჯვარს მოვახსენე. მანამდე რომეო და ჯულიეტა. იქაც და იქაც თავგანწირვა. სიყვარული არ არსებობს თავგანწირვის გარეშე. სიყვარული თავგანწირვის გარეშე არის ერთმანეთისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება. მე შენ მჭირდები და მინდიხარ, შენ ასევე გჭირდები და გინდივარ. და როცა აღარ დაგჭირდები და აღარ მოგინდები, ცარიელი ქვაბებით გადამაგდებ, საჭმელი აღარაა შეიძლება. რაში მჭირდები? სიყვარული მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს მე შენ მჭირდები და მინდიხარ. აბა რა არის მამაო სიყვარული ადამიანი კითხავს. არამედ მე გჭირდები და შენთვის მოვკვდები. აი აქაა სიყვარული. სრულ თავგანწირვაში და იმ უაზრო ბიოლოგიური პირუტყული არსებობის გაწირვაშია სიყვარული. რაც გააკეთეს იმ შეყვარებულებმა, შექსპირის შეყვარებულებმა და უფალმა რაც გააკეთა, როცა შენ ძალგიც სიყვარულისათვის, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა მხეცების არსებობას ემსგავსება და საერთოდ აზრს კარგავს. როდესაც აი ამ ბიოლოგიურ არსებობას წირავ, აი ამ სიყვარულს, მხოლოდ მაშინ არსებობს სიყვარული. და ჯვარს მოვახსენე და თავისთავად ცხადია, გვახსენდება ის, ვინც არის წყარო სიყვარულისა, რომელიც სიყვარულად იწოდება, ღმერთზე ვსაუბრობ და ჩვენი დამოკიდებულება ღმერთთან. სიცოცხლეო, ვისაც უყვარსო, ნახევარი საქმე გაკეთებული აქვს, გენიოსი დოსტოევსკი ბრძანებს და აი ამ სიცოცხლეში სწორედ აი ეს იგულისხმება ნამდვილი სიცოცხლე როგორც სიყვარულის გამოვლინება. სიცოცხლე, რომელიც აღმოაცენებს სიყვარულს. სიცოცხლე, რომელიც იტევს სიყვარულს, სიცოცხლე, რომელიც სინონიმია სიყვარულის. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ღმერთის გარეშე ვერ ვისაუბრებთ სიყვარულზე, იმიტომ რომ ღმერთია სიყვარული და სიყვარულის გარეშე ვერ ვისაუბრებთ სიცოცხლეზე, ხოლო ნამდვილი სიცოცხლის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ადამიანურ არსებობაზე, მაშინ ის მხეცის არსებობა იქნება და აი ეს მხეცები, რომლებსაც ღმერთი არ უნდა და ღვთის სიყვარული ნამდვილი. როცა მთელი მათი ინტერესები ბიოლოგიური სიამოვნებაში მდგომარეობს, ამ ციკლურ სიამოვნებაში. მხეცების ერთობად იქცევა და მხეცს მოიყვანენ და მე თუ ეს არ მინდა, მაშინ მე ნამდვილი სიყვარული უნდა ვეძებო და ანუ ღმერთი ვეძებო, ანუ ღმერთთან ურთიერთობა ვეძებო, ანუ სიყვარული ვეძებო. ღმერთთან სიყვარული ვეძებო. ღმერთთან, ადამიანთან და მით უმეტეს ღმერთთან, აი ეს მომხმარებლური დამოკიდებულება არ შეიძლება. სიყვარული უნდა იყოს არამომხმარებლური, ღმერთის სიყვარული არამომხმარებლური უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ როგორ ავართ? აი ღმერთთან როგორ მივდივართ? იგივე როცა ვლოცულობთ, ან როცა ტაძარში ვართ.
მივდივართ, იმიტომ რომ რაღაცის მიღება გვინდა და ისი მიღება გვინდა ხოლმე. შეიძლება ჩამოთვალოთ, ხო? სხვადასხვა ნიჭები, ძღვენი, საჩუქრები, სიკეთე, ხო მინდა, რაღაცა ხო მინდა და ეს მინდა ძღვენი, საჩუქრები, ნიჭი, სიკეთე მინდა. ეს არ არის სწორი. სანამ ჩვენ აი ასე მოვდივართ ღმერთთან. იმიტომ რომ რაღაცა გვინდა მისგან. ჩვენ ეს მომხმარებლური დამოკიდებულება გვაქვს მასთან და არადა ჩვენ უნდა მოვიდეთ ღმერთთან სხვა რამისათვის. იგივე ეწევაზე რომ მოვდივართ. მით უმეტეს როცა ვეზიარებით. თავარი მიზანი რა უნდა იყოს? მე უნდა მინდოდეს სიცოცხლე, ცხოვრება ღმერთთან. სხვა არაფერი, ეს არის მთავარი. სასופველი ეძება და ყოველივე მოგეცემა, ხო გახსოვთ? მე უნდა მინდოდეს ღმერთთან ერთად სიცოცხლე. აი მოვდივარ აქ 3 საათი ღმერთთან ერთად ცოცხლობ, ღმერთთან ერთად სუნთქავ, ღმერთს ვეზიარები. ის შემოდის ჩემში, თავისი სიცოცხლე შემოაქვს ჩემში, მე ეს მინდა. მეტი არაფერი არ მინდა. რატო ლოცულობ? ღმერთთან ყოფნა მინდა. რატო გინდა ღმერთთან ყოფნა? მინდა და მე არ ვიცი, ესე მინდა, მეტი არაფერი არ მინდა, არაფერს არ ვითხოვ, აბსოლუტურად არაფერს არ ვითხოვ. სულიერი ცხოვრების მიზანი ხშირად სვავენ კითხვას, მონასტერში რატო მიდიან ადამიანები? წირვალოსას რატო ესწრებიან? რატო იწყებენ ქრისტიანულ ცხოვრებას? ეს მინდა, ის მინდა, პრობლემა მაქვს, მომიგვარდეს, არა. ერთადერთი მიზანი არსებობს, ღმერთთან ურთიერთობა მინდა მე. აი ეს რაღაც მაგალითად რო ვახსენე ბიჭ და გოგოს ერთმანეთი უყვართ. ჩვენ ხო ვიცით რომ მიწი არის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, სიმბოლოა და სახეა. თავისი პროტოტიპისა ნამდვილი სიყვარულისა, რასაც ღმერთის ადამიანთან სიყვარული ქვია და ადამიანის ღმერთთან სიყვარული ქვია. იმ სიყვარულის გარეშე ამ ორი არსების სიყვარულიც კი უაზრობად იქნება და ყველაფერი დამთავრდება ბიოლოგიურ არსებობამდე გადავა ისიც. ხეცურ არსებობამდე დაიყვანება ისიც. ამიტომ მე მინდა და ძალიან მინდა და უნდა მინდოდეს ღმერთთან ურთიერთობა და მე სულ უნდა ვეძებო ეს. მოვედი წირვაზე. რისთვის მოვედი? მე ღმერთს უნდა ვესაუბრო, ამისთვის მოვედი და საუბარი დიალოგს ნიშნავს. ესე იგი ღმერთთან ურთიერთობას ვეძებ. ქრისტიანული ცხოვრება არის ღმერთთან ურთიერთობის ძიება. ამ სიტყვის პირდაპირი გაგები. ეს არის ნამდვილი მიზეზი ღმერთთან ყოფობისა. ნამდვილი მიზეზი. ეს არის ღმერთთან ერთად ცხოვრება და ყველაზე მეტად ეს შეიგრძნობა ლიტურგიის დროს. ოღონ ღმერთი ძალიან ფაქიზია, მე წეღენას გითხარით, ეშმაკს ღირსება არ აქვს და ბოროტებას და ის ძალადობს ჩვენზე. ხოლო ღმერთთან ესე არ არის. ღმერთი ძალიან ფაქიზია. უფლის სიმდაბლე და სიფაქიზე არის განსაცვიფრებელი. ის იმდენად ფაქიზია და იმდენად მდაბალია. გახსოვთ როგორი შედარება არის, მაცხოვარი რომ მოვაო, როგორი იქნებაო. დაშრეტილ პატროქს არ ჩააქრობს. გადატეხილ ლერწამს არ შემუსრავს. ანუ თუ რაიმე პატარა ოდნავ რაღაცა ისეთ ფაქიზად მოქმედებს ძალიან. ყოველი ადამიანის გულთან დგას და რეგს ეგების სამყაროს შემოქმედი ამბობს, ეგების მისმინო, ჩემოშვილო, ეგების. ღმერთი იმდენად ავლენს თავის სიმდაბლეს და სიფაქიზეს, რომ მისი სიფაქიზით და სიმდაბლით შეიძლება შეწუხდე, თუ ამას შეწუხება ქვია, შებრუნებით. აი, მე ხშირად ვთქვავს, რომ ადამიანს სიჩუმე სიამოვნებს, მაგრამ აბსოლუტურ სიჩუმეში, როგორც კი აღმოჩნდები, სპეციალური დახურული კამერები არსებობს, სადაც აბსოლუტური სიჩუმეა, შეძლების დაგვარა. და წუხდები, გონია რომ ყურის ბარაბნები, ესე იგი პირიქით, ყურის აფს კი ამოიწია გარეთ, იმდენად ეს დაწოლა საერთოდ რო აღარ არსებობს გერითი. იმდენად შემაწუხებელი შეიძლება გახდეს. ღმერთის სიფაქიზე და სიმდაბლე ისეთი ხარისხისაა, რომ ხშირად ქრისტიანისათვის შემაწუხებელი ხდება, სულ ვეძებ და ვეპოულობ, ვერ განვიცდი. ეს არის საოცარი ფენომენი. ჩვენ ყველას გვიგზნია ღმერთი, თუ ღმერთი არ გვიგზნია, აბა აქ როგორ ვდგავართ ამდენი ხანი და ამ ჩემ ლაპარაკს ამდენი ხანი როგორ უსმენთ? ყველას გვიგზნია ჩვენ ღმერთი, მაგრამ ისიც გვიგზნია ღმერთი როგორ განგვეშორება ხოლმე. აი ღმერთის განშორების მიზეზი რა შეიძლება იყოს? ერთ-ერთი მიზეზი. ზოგადად ცოდვა, მე უბრალოდ მაგალითს ყვები. გრძნობ ღმერთს, რაში ვლინდება? ლოცვა გამოდის. ღმერთის განცდა გაქვს ლოცვის დროს. გაქვს სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება, იმედი, ღვთის განგებულებისადმი ნდობა, ამის გარეშე რწმენა არ არსებობს. შენ თუ ღვთის განგებულებას არენდობრივ მორწმუნე არ ახარ. აქედან გამომდინარე სიმშვიდე, ეზიარები და მოდის ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე ძლიერდება. ამას საოცარი სიხარული ემატება. ყოველთვის ესე ხდება. უცებ დადექილ ლოცვაზე, მოხვედი წირვაზე, ეზიარები, მკვდარი ხარ, გული კი არა ქვაგიდებს, ვერაფერს ვერ გძნობ. წვალობ, არაფერი არ გამოდის. რა ხდება ფიქრობ? გადავლებ შენ წარსულს, თითქოს არაფერია, კაცი არ მოგიკლავს, რაღაც სასიკვდილო ცოდვა არ ჩაგიდა, არაფერი ისეთი არ გიქნია. გადავლებ წინა დღეებს, თვალს და უცებ აღმოაჩენ, რომ
შენ ქონდა რაღაცა მდგომარეობა, რომელსაც ცოდვად არ თვლიდი. ფიქრობდი, რომ ეს ცოდვა არ არის. არ არის ეს ცოდვა. ჩვეულებრივი შენი ადამიანური მდგომარეობა. ცოდვა არ არის. მაგრამ იმ მდგომარეობამ შენი გონება და გული წარიტაცა. და რაღაც მდგომარეობაში მოიყვანა შენი გული და გონება. და თუ კარგად ჩაუღმავდები, მიხვდები, რომ აი იმ მდგომარეობის მქონე გულში და გონებაში ღმერთი არ გაჩერდებოდა და ისე ჩუმად წავიდა შენგან. არც კი გითხრა, ხო, კარგი, რაღაც შენ არ გინდა რომ მე ვიყო და ეს გინდა? მაშინ მე წავა. არც გითხრა, ისე ჩუმად გაგეცალა. აი, როგორი საოცარი სიმდაბლე და სიფაქიზეა ღმერთს, რომ არც კი შეგაწუხა რომ მე წავედი, აბა, ანუ არ შეგაჯანჯღარა, რას აკეთებ? არ შემოგტრელიცა ერთი სილა და რებს აკეთებ? ხო გაგეშორდა და ხო დამკარგა, ვარ, ჩუმად წავიდა. თითქოს გაიპარა. იმიტომ რომ არ შეგაწუხა, რომ შენ ეს გინდა ეხლა და აბა, ნუ კარგი გინდოდეს, მე წავედი. აი ესე იქცევა ღმერთი. ამიტომ არის მისი სიმდაბლე და სიფაქიზე შემაწუხებელი. კაცო გაგეფრთხილებინა და აღარ მოვიქცეოდი ეს. მაგრამ არა. და ამას იმიტომ აკეთებს ღმერთი. ესე სიმდაბლე და სიფაქიზით იმიტომ იქცევა, რომ შენც ესეთი გაგხატოს, გესმის? ანუ ღმერთი რომ დაბალია და ფაქიზი და მშვიდი და მოსიყვარულე და არამოძალადე, შენ რომ ისი მსგავსი უნდა იყოს, შენც ესეთი უნდა გაგხადოს და უნდა რომ შენც მიხვდე. რომ ესე მოქცევა არ შეიძლება, შენ თვითონ უნდა რომ მიხვდე. ერთადერთი რასაც აკეთებს, ნუ ვეღარ შემოვარ შენთან, იმიტომ რომ შენში აი ეს არაწმინდება, რომელიც შენ ცოდვაც კი არ გეგონა და მე ვეღარ გავჩერდი და აი როცა მიხვდები ამას და იმას კვლავ განაგდებ, მე მაშინ ისევ მოვა. ამიტომ არის რომ ყველაზე მეტად ღმერთთან ერთობას თუ ჩვენ სწორედ მოვდივართ და ესე ფაქიზად ღმერთთან ერთობას და ღმერთთან ერთად უყოფობას ყველაზე მეტად და სიცოცხლეს აქედან გამომდინარე ლიტურგიის დროს ვიგზნობ, წირვის დროს ვიგზნობ, ზიარების დროს ვიგზნობ. და ყველაზე მეტად ღვთის სიყვარულს ამ დროს ვიგზნობ. ერთ-ერთი თანამედროვე სასულიერო პირი მე ესე მგონია რომ მას აი ღვთისაგან ქონდა ეს სიტყვები სულიწმიდის მადლით ნაკარახვევი საოცარ ამეს ამბობს. აი თითქოს ქრისტე გვეუბნება მისი პირით. შენ რომ გარდაიცვლები და ჩემთან მოხვალ, შენ გაგიკვირდება ორი რამ. ის არ გაგიკვირდება რომ რამდენამეს დაინახავ. ეს ყველაფერი ისედაც შენია. ჩემ სიხარულს დაინახავ. როგორ მიხარია მე შენი ხილვა, ჩემ ადამიანურ თვალებს, შენ ხო ქრისტეს მის ადამიანურ ბუნებას ახლა ვერ ხედავ, გარდა იმისა რომ ვეზიარები. ჩემს ადამიანურ თვალებს როგორ უხარია შენი დანახვა, ამას დაინახავ და მიხვდები თურმე როგორ მყარები ხარ. აი ეს გაგიკვირდებაო შენ, როგორ მყარები ხარ შენ, ჩემი უსაყვარლესი ერთადერთი განუმეორებელი შვილი. და მეორე რაც გაგიკვირდება, არის ის რომ დაინახავ უამრავ ადამიანს, რომელიც საოცრად სიყვარული და სიხარული შეგხვდებიან იმის გამო, რომ შენ მათ უამრავი სიკეთე გაუკეთე და ეს მათ ახსოვ. საოცარი რაღაცა. ანუ ჩვენ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ რა ვიცი, ცხოვრობ ახლა როგორ ვარ, თურმე აღმოჩნდება რომ უამრავი ადამიანი ჩვენი მადლიერია, უფლის იარაღი ვიყავით და რაღაცას ვაკეთებთ და ადამიანები ჩვენი მადლიერები იყვნენ და დაგროვდა ეს ხალხი ესეთი. ჩვენი ცხონებისათვის ეს აუცილებელი. და კიდევ მეორე. გავინახავთ უფალს და როგორ უყვარვართ. აი ეს გაგიკვირდებათ. და აი ეს საოცარი სიტყვები, მე არ ვიცი როგორ გადმოვეცი, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ სიტყვებმა, თანამედროვე თან ქართველიც არ არის ეს უცხოეთში მოღვაწეობს, თანამედროვე სასულიერო პირია, მღვდელმონოზონია, განცდა მაქვს რომ ეს ღვთისაგან მიეცა, რომ ქრისტემ გითხრა მისი პირით, აი ეს მართლაც ესია. და აი ამის შეგრძნება, აი ამის განცდა ყველაზე მეტად ძმებო და დებო ხდება აი აქ ლიტურგიის დროს, როცა ჩვენ ვეზიარებ. როცა ჩვენ ქრისტეს ხორცს და სისხლს უერთდები. ამიტომ როგორი ანთებული უნდა ვიყოთ აქ რომ მოვდივართ. როგორ უნდა ვიყოთ ანთებული ღმერთთან შეხვედრის მწველი სურვილით. მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ცნობიერება, ჩვენი გონება, ჩვენი გული, ჩვენი არსება როგორ უნდა მოიცვას ღმერთთან ყოფნის სურვილმა. არა ის რომ ღმერთსაგან რა ვეზიარები და რაღაც ყველაფერი კარგად დამილაგდება. არა, მე არაფერი არ მინდა, არაფერი. შენთან ყოფნა კი მინდა. არაფერი არ მინდა, მარტო შენთან ყოფნა მინდა. არაფერი ამ ქვეყანაზე მარტო შენთან ყოფნა მინდა და აი ამ განცდით მოვდივარ. ამ განცდით გავარ წირვაზე. ამ განცდით აღვაპრობ ჩემ გონების და გულის თვალს შენს მიმართ. ამ განცდით ვეზიარებ. მე მეტი არაფერი არ მინდა. და თუ ამ განცდით ვაკეთებ ყოველივე ამას, მე მივხვდები როგორ გიყვარვარ შენ და როგორ მიყურებ შენ შენი ადამიანური თვალები და მე მაშინ მივხვდები რომ აი ეს